ბათუმში ჭავჭავაძისა და აბუსერიძის ქუჩებზე უკაცრავად ბათუმში ჭავჭავაძისა და აბუსერიძის ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. რეაბილიტაციის ფარგლებში 60,000 კვადრატულ მეტრზე დაიგება ასფალტი, მოეწყობა წრიული და შეიცვლება ბორდიურები. ასევე დაგეგმილია წერეთლის, ბარათაშვილის, აღმაშენებლის და კობალაძის ქუჩების გადაკვეთაზე არსებული წრიულების რეკონსტრუქციაც. აღნიშნული ქუჩების რეაბილიტაციისთვის 3.267.000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოების ტენდერში გამარჯვებული კომპანია შეპესე გზა ახორციელებს. კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარე წლის 30 აპრილამდე უნდა დასრულდეს. პროცესი დღეს ქალაქის მერიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო აღნიშნულ ქუჩებზე ამ დროისთვის საავტომობილო მიმოსვლა ცალმხრივად შეზღუდულია. ავტომობილების მძღოლებს შეუძლიათ სამუშაოების დასრულებამდე ლორიას ქუჩის გავლით იმოძრავონ. აბუსერიძეს და ჭავჭავაძის ქუჩაზე გადაიგება მთელ სიგრძეზე ასფალტბეტონის საფარი. აბუსერიძის ქუჩაზე შეიცვლება ბარდიურები, გაკეთება ბაზალტის ბარდიურები, აგრეთვე დაიგება დეკორატიული ფერადი ფილები. ჩატარდება უახლოეს მომავალში საერთაშორისო ტენდერი 7 მილიონი ევროს ოდენობით ჭაობის ტერიტორიაზე სანიაღრო სისტემის ნაწილობრივ რეაბილიტაციაზე. დანარჩენ თანხას თანადაფინანსებას გაიღებს ქალაქ ბათუმის თვითმმართველი ბიუჯეტი. ახალი ასფალტბეტონის საფარის გადაგება დაგეგმილი არის ბარათაშვილის ქუჩიდან ეგრეთ წოდებული ხოფის წრიულამდე, ანუ მთლიანად ჭავჭავაძის ქუჩის მონაკვეთი და აბუსერიძის ქუჩის მონაკვეთი. რაც შეეხება საფეხმავლო ბილიკებს, საფეხმავლო ბილიკები მოიწყობა მხოლოდ აბუსერიძის ქუჩაზე, გრიბოედოვის ქუჩიდან კობალაძის ქუჩამდე.